ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა არის ნაყოფიერება. ანუ პირველ რიგში სადაც ჩვენ ვაკეთებთ, დაბადების ზუსტი დროის მიხედვით ვაგებთ რუკას და ვარჩევთ სად არიან ნაყოფიერი და უნაყოფო ნიშნები. ანუ ნაყოფიერი ნიშნები არიან წყლის ნიშნები და პლუს ყურო, უნაყოფო ვერძი, მერწყული, ლომი, ტყუპები და ქალწული. ანუ ასე პრობლემატური ნიშანი არის თხის რქაც, თუმცა უნაყოფო არ არის. შემდეგ, პირველ რიგში ვუყურებთ მთვარეს. მთვარე არ უნდა იყოს უნაყოფო ნიშნებში და მთვარე არ უნდა იყოს არ უნდა ჰქონდეს მარტო უარყოფითი ასპექტები. მთვარეს უნდა ჰქონდეს დადებითი ასპექტებიც და უნდა იყოს სასურველია იყოს ნაყოფიერ ნიშანში. შემდეგ, რასაც ვუყურებთ, არის იუპიტერი. იუპიტერიც ასევე არ უნდა იყოს უნაყოფო ნიშნებში. შემდეგ ვუყურებთ სახლებს. პირველი სახლი, მეოთხე სახლი, მეხუთე და მე-11. უნდა შევამოწმოთ, რამდენად ნაყოფიერ ნიშნებში არიან ეს 4 სახლი. შემდეგ უკვე ვუყურებთ მთვარის და მეოთხე სახლის ასპექტებს. ანუ მთვარე და მეოთხე სახლი თუ არის დაზიანებული მერვე სახლის მხრიდან, ან მისი მმართველის მიმართ რომელიმე პლანეტის მხრიდან, რომელიც დგას მერვე სახლში, ამ შემთხვევაში არის საშიშროება აბორტის, ანუ საფრთხე არის ბავშვისთვის. შემდეგ თუ მთვარე და მეოთხე სახლი დაზიანებული იქნება მე-11 სახლიდან, შესაბამისად არის საფრთხე თვითონ ბავშვისთვის, შესაძლებელია ბავშვის დაკარგვა დროზე ადრე, ან იგულისხმება დაბადებამდე ბავშვის დაკარგვა. შემდეგი რაც შეიძლება ითქვას, მე-6 სახლიც ასევე ცუდი სახლი არის ასპექტებისთვის, ანუ ჯობს რომ მე-6 სახლიდან არ ქონდეს არც ერთი ასპექტი. უნდა ვნახოთ რამდენ ეს 4 სახლი, განსაკუთრებით მე-4 და მე-5 სახლი რამდენად არის ჩართული ავადმყოფობის ფორმულაში. ანუ ავადმყოფობის ფორმულაში იგულისხმება მე-6, მე-8, მე-12 სახლების ურთიერთქმედება. ანუ ამათ ურთიერთქმედებაში არ უნდა იყოს ჩართული ეს მე-4, მე-5 სახლი, განსაკუთრებით მე-5 სახლის მმართველი. ან რომელიმე პლანეტა მე-5 სახლში. შემდეგ არ უნდა იყოს მე-5 სახლში ცუდი პლანეტები, ანუ ეს ურანი, პლუტონი, მარსი და ასე შემდეგ, სატურნი. მე-5 სახლის დაზიანება სატურნის მხრიდან ნიშნავს, რომ ადამიანი არ არის მზად ბავშვისთვის, ანუ არ აქვს სურვილი დიდად ბავშვის გაჩენის. შემდეგი რაც შეიძლება ვთქვათ, უნაყოფობაზე არის ის, რომ ანუ უნაყოფობა რუკაში არ არის ასეთი კონკრეტული ერთი ასპექტი, რომელიც ანახებს უნაყოფობას. უნაყოფობისთვის უნდა კონკრეტული ბევრი რამდენიმე მონაცემი უნდა იყოს. შეჯერდება ეს ყველა მონაცემი ხა რაც მე ჩამოვთვალე, თუ ყველაფერი არის უარყოფითი, ანუ თუ მთვარე უნაყოფო ნიშანშია, თუ იუპიტერი უნაყოფო ნიშანშია, თუ ყველა ეს 4 სახლი, ანუ უმრავლესობა უნაყოფო ნიშნებში არის, თუ არის ეს დაზიანებები, რაც წეგან ვახსენე სახლების მხრიდან, ცუდი პლანეტების მხრიდან, მაშინ არის რისკი უნაყოფობის, მაგრამ უნაყოფობასაც აქვს თავისი მიზეზები, შეიძლება ეს იყოს გენეტიკური, შეიძლება იყოს გამოწვეული კონკრეტული დაავადებებით. ეს ყველაფერიც თუ იქნება ავადმყოფობის ფორმულაში ჩართული ეს კონკრეტული სახლები, შესაძლებელია რომ იყოს კონკრეტული დაავადების ბრალი, უშვილობა. ამის შემდეგ ალტერნატივა, თუ მოხდა ისე რომ ადამიანი არის უშვილო, თუ რუკაში ჩანს რომ ადამიანი არის უშვილო, არის ალტერნატიული გზები, ასე ვთქვათ. უნდა გავხედოთ მე-11 სახლს, უკვე ცალკე სხვა ასპექტები ამისთვის საჭირო რომ ნახოთ რამდენად შესაძლებელი არის ბავშვის აყვანა, არაბიოლოგიური შვილის ყოლა. ასევე არის შესაძლებელი ეს ალტერნატიული მეთოდები, მეთოდებში რაც იგულისხმება, რომ არა თვითონ შვილის გაჩენა, არამედ რაღაც სხვა მეთოდებით ჩასახვა და გაჩენა. ეს უკვე ცალკე თემაა და ცალკე ანალიზი სჭირდება ამ მიმართულებით. მაგრამ მე მინდოდა რომ კონკრეტულად ნაყოფიერება, რამდენად არის ადამიანი ნაყოფიერი, რამდენად არ არის, რომ ადამიანს შეეძლოს თვითონ დახედოს თავის რუკას და ნახოს რამდენად არის ნაყოფიერი, რამდენად არ არის. ანუ გადავიმეოროთ, უნდა შევხედოთ მთვარეს, უნდა შევხედოთ იუპიტერს, პირველი, მე-4, მე-5, მე-11 სახლების ნაყოფიერება უნდა შევამოწმოთ. შემდეგ უკვე გადავდივართ ასპექტებზე, სატურნის მხრიდან არის თუ არა დაზიანება,
მეხუთე სახლში არიან თუ არა ცუდი პლანეტები, რაც ნიშნავს იმას თუ არიან, რომ იქნება პრობლემა მშობიარობისას, ან ორსულობისას. შემდეგი მერვე სახლიდან დაზიანება ამ სახლების ნიშნავს იმას, რომ ან აბორტი იქნება, ან რაღაც გაუთვალისწინებელი, ანუ იქნება პრობლემა, საფრთხე რეალური. მე-11 სახლიდან დაზიანება ნიშნავს, რომ ბავშვის დაკარგვა გაჩენამდე რაღაც ესეთი სიტუაციებიც არსებობს. ამ ყველაფერს როდესაც დახედავ, თქვენ უკვე შეგექმნება წარმოდგენა, რამდენად ხართ ნაყოფიერი თუ არ ხართ. და შემდეგ უკვე თუ არის სირთულე რუკაში და არ არის ადამიანი სუპერ ნაყოფიერი და რაღაც სირთულეები აქვს და ეს სირთულეები არ არის, ასე ვთქვათ, სამედიცინო მხრივ გამოწვეული, შესაძლებელი არის ელექციური ასტროლოგიის მიხედვით დროის შერჩევა, ისეთი დროის შერჩევა, რომ უფრო გაიზარდოს შანსი ნაყოფიერების იმ მომენტში და შესაძლებელი გახდეს ჩასახვა. ანუ ამ ყველაფრის გაკეთებაც შესაძლებელია. მაგრამ ამ ყველაფრისთვის საჭირო არის დაბადების ზუსტი დროის ცოდნა. ანუ ეს არის ამოსავალი წერტილი. ამ თემაზე სულ ეს იყო. შემდეგ ვიდეომდე დაგემშვიდობები. ნახვამდის.